ადამიანურ გრძნობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დედობრივი სიყვარულია. მათი ერთმანეთთან ურთიერთობა დასახვის დღიდანვე იწყება და შემდგომში მთელი ცხოვრება გრძელდება. როგორც მედიკოსები ამბობენ, ემბრიონალური მდგომარეობა, იგივე ორსულობის პრენატალური ფაზა შემდგომში ადამიანის ფსიქიკაზე მნიშვნელოვნად აისახება. ნაყოფის ჩასახვისთანავე მას გააჩნია მგრძნობელობა, რომელიც დედის განწყობის მიხედვით რეაგირებს. ამიტომ შეძლების დაგვარად ოჯახში, როდესაც ბავშვის გაჩენისთვის ემზადებიან, ყველა ცდილობს ეს პერიოდი მშვიდ გარემოში გაატაროს. პირველი თვის ბოლოს პატარა უკვე მილიონი უჯრედისგან შედგება და ამ დროს ორგანოების ფორმირებაც დაწყებულია. უჯრედის ზრდასთან და მრავალ საჭირო პროცედურასთან ერთად, როგორც ორსულისთვის, ასევე ემბრიონისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მიღებაა. ეს ყველაფერი კი სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. დედის ლოცვა კი შვილებს მუცლიდანვე სჭირდება. ჩასახულ ნაყოფს დედა თავისი რწმენით და ლოცვით ჩვილს ღვთის კურთხევას ფენს და მას დაბადებამდე აყვარებს ღმერთს. ნიკოლოზი პირველი შვილია ჩვენ და მთელი ორსულობის განმავლობაში ვკითხულობდით ლოცვებს, დედის ლოცვებს და რა თქმა უნდა თვითონ მშობიარობის დროსაც და შემდეგაც ვცდილობთ რომ შეიძლება ეკლესიურად ვიცხოვროთ, ეზიარება. წმინდანის სახელი ქვია ნიკოლოზი და წმინდა ნიკოლოზს ვავედრებთ სულ. სასურველია რომ გარემო იყოს ამ დროს მშვიდი. წინასწარ ემზადებოდნენ მშობლები ამისათვის რომ ბავშვი ესე იგი რომელიც ჩაისახა, რომელიც დაიბადება რაღაც მშვიდ და წყნარ გარემოში დაიბადოს და ამისთვის ძალიან დიდი მეცადინეობა სჭირდებათ მათ. მეცადინეობაში გულისხმობ პირად მოღვაწეობას. უნდა ლოცულობდნენ. არის თანამედროვე ლოცვანშიც უკვე დაიბეჭდა რომ დედა როგორ ლოცულობს, ორსული დედა თავისი ჯერ არ დაბადებული შვილისთვის, მუცლად მყოფი შვილისთვის. არის ახალ დაბადებული ლოცვა, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩვილია და თქვათ ახალ ნათელღებული არ არის და როგორი უნდა ილოცოს ამ შემთხვევაში დედა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სანამ ის ნათელღებული არ გახსნა, სანამ არ მოინათლება, არც ეზიარება, არც თქვათ ტაძარში შედის 40 დღის განმავლობაში, არამედ მე-40 დღეს მიყავთ ტაძარში და იკითხება სპეციალური ლოცვები მისთვის. სასურველია რომ მოძღვართან კონდეს ამაზე თან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტი, კავშირი, რა ლოცვა შეიძლება წაუკითხოთ, რაღაცა დამატებით შეიძლება ეს შევეკითხოთ მოძღვარს და ჩვენ თვითონ უნდა მოვინდომოთ ისე რომ მშვიდი გარემო იყოს აუცილებლად მასთან, რომ მის სულში სიმშვიდე იყოს დასადგურებული. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობს, ბავშვის აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ქრისტიანული ოჯახი, ეკლესია და სკოლა განაპირობებს. ამიტომ ყოველი დედის მოვალეობაა, რომ ჩვილის სულიერ აღზრდაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდიდანვე დაიწყოს. ამისათვის კი მრავალ ლიტერატურასთან ერთად არსებობს დედის ლოცვები, რომლებიც ამ პერიოდში იკითხება. როგორ შეიძლება იწყებოდეს ადამიანის აღზრდა? ეს არ არის ადამიანის აღზრდა მაშინ არ იწყება, როდესაც ის ცნობიერებაში ჩავარდება. არამედ ადამიანის აღზრდა იწყება მის დაბადებამდე, როდესაც ის ჩაისახება ჩასახვის წამიდან მას აქვს გონიერი სული. სრულყოფილი სული, რომელიც ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანს გააჩნია, ესეთივე სული აქვს იმ ახლად ჩასახულ ბავშვს და მას აქვს აღქმა, შეგრძნება ყველაფრისა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით დედის ლოცვას არაერთხელ უხსნია საკუთარი შვილი დიდი განსაცდელი შამს და ამას მრავალი ისტორია მოწმობს. როგორც ცნობილია, უცხო მხარეში სასწავლებლად გაგზავნილმა ნეტარმა ავგუსტინემ მეგობრების ცუდ მაგალითს მიბაძა და მანიქეველთა ცრუ სწავლება მიიღო. მისი დედა მონიკა თხედაღამ ცხარე ცრემლებით ევედრებოდა უფალს ჭკუაზე მოიყვანა მისი შვილი და დასაღუპავად განწირული გადაერჩინა. უფალმა შეისმინა დედის ვედრება და სასწაულებრივად მიიყვანა თავისთან ადამიანი, ვინც შემდგომში ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გახდა. უფალო შენი ჭეშმარიტი მსახურის ცრემლებმა და მუდარამ შეგძრა. ის იმაზე უფრო ცხარად დამტიროდა, ვიდრე დედა მკვდარ შვილს დასტირის ხოლმე, რადგან მე შენთვის მკვდარს მხედავდა. შენ შეისმინე უფალო მისი, შენ არ უგულებელყავ მისი ცრემლები, რომლებიც ღვარად ჩამოსდიოდა, როცა კი ლოცვას აღავლენ და შენდამი. ასე იგონებს თავად ნეტარი ავგუსტინე დედას. წმინდა ანგელოზებს უნდა შეავედრონ, მთავარანგელოზ გაბრიელს უნდა შეავედრონ, იმიტომ რომ მთავარანგელოზი გაბრიელი არის სიხარულის მახარებელი ადამიანთათვის. ანუ ჩვენ წმინდა წერილიდან რაც გვისწავლია, ღვთისმშობლის ხარება სწორედ მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ მოხდა, ასე რომ მთავარანგელოზ გაბრიელს უნდა შეავედრონ მომავალი ჩვილის დაბადება და სიკეთე, რომ აი თქვა ისეთივე სიხარული მიიღონ, როგორც ყოველ წმინდა ღვთისმშობელმა მიიღო, რომ აი ამ ბავშვის დაბადება მსგავს სიხარულთან
აღიქმებოდეს. ასევე შეიძლება იმ მფარველწმინდანებთან, ვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვევედრებით, იოანე ნათლისმცემელთან, ასევე შეიძლება იოაკიმ და ანას ვევედროთ, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აი ამ ოჯახურ ერთობას, აი ამ ოჯახურ სიმტკიცეს, ზაქარიას და ელისაბედს შეიძლება ვევედროთ იოანე ნათლისმცემლის მშობლებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოჯახის სიმტკიცე ერთობა და არასოდეს რომ არ ყოფილა ყვედრება მათი პირიდან, რომ რატომ იყვნენ ისინი ან უშვილონი, ან რატომ თქვა და ამის გამო ოჯახი არ დაურღვევიათ, რომ ჩვენ ახან უშვილოები ვართ, უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, მსგავსი აზრი არ ანუ ის სიყვარული ბოლომდე რომ შეინარჩუნეს მათ, ამის გამო შეიძლება ვევედროთ აი ესეთ მშობლებს, წმინდა მშობლებს. სწორედ ამიტომ ბრძანებს საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი, რომ ისევე როგორც მუცლად ყოფნის დროს, ასევე შემდგომშიც დედებმა ყოველთვის ილოცონ საკუთარ შვილებზე, შვილებმა კი სახლიდან გასვლის წინ დედებს ყოველთვის დალოცვას თხოვონ.